განათლება მიღებული, ვიცი, რომ ჩვენ არა ვართ ქვეყანა, ჩვენ არ შემდგარი ქვეყანა ვართ. დღეს მთელი მსოფლიო ჩვენ ისევ გვიპირებს ამერიკა, რომ თავისი დასმული კაცი გამოგვიზამოს პრეზიდენტად. ნუ თუ ქართველი ხალხი იმდენად გონება ჩლუგია, იმდენად გაუნია, რომ არ შეუძლია თავის ქვეყანაში მოძებნოს კაცი, რომელიც ჩვენს ქვეყანას მართავს. თუ ასეთი დაუნები ვართ, დავანებეთ თავი, დახურეთ ეს ყველაფერი, ნიშა მაგარია ვიძახოთ და ვანგრიოთ ქვეყანა, ისედაც დანგრეული გქონდ ყველაფერი. რატომ არ გინდათ, რომ რეალურად ყველაფერი გავაკეთოთ ისე, რომ დასრულდეს ამ ხელისუფლების პარლამენტში. ჩვენ პარლამენტი უნდა ვაიძულოთ, მიიღოს ის კანონები, რომლითაც არც გახარდება მოხდება, არც თავხედობა მოხდება, არც ქვეყნის დაცვა მოხდება და გაღატაკებული ხალხის ხარჯზე ისევ ეს გათახსირებული ხალხი მდიდრდება. აი ამაზე მიპასუხეთ ახლა. გაკეთდება ბატონო, საინტერესო მოსაუბრე ხარ, ყველას გეუბნებით, ბატონო. მადლობთ ჩვენი ზარისთვის. ეხახმებით, რომ დღეს საპროტესტო მუხტი უბრალოდ სკოლისა მიმართული უნდა იყოს არა რომელიმე კონკრეტული ადამიანის მიერ, მეორე კონკრეტული ადამიანის თანამდებობის დაკავებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას ნორმალური საარჩევნო გარემო. ეს უნდა გააცნობიეროს ყოველივე ჩვენთაგანმა, რომ თუ ჩვენ არჩევნების კულტურა არ დავხვეწეთ, შემდეგ უკვე არ იქნება რაიმე მნიშვნელობის მატარებელი საკითხი რა გვარია პრეზიდენტი. ჩვენ უნდა შევქმნათ მართლაც ისეთი ქვეყანა, როცა შეიძლება დაგვავიწყდეს კიდეც რა გვარია პრეზიდენტი, რადგან არ გვჭირდება, ასე ვთქვათ, პატრონი, რომლისადაც ცხოვრება არ წარმოგვიდგენია. ჩვენ თავად უნდა ვიყოთ ჩვენი თავის პატრონი, ოღონდ არა ანარქიულ სახელმწიფოში, არამედ კანონზე ორიენტირებულ სახელმწიფოში. ამიტომ შესაძლებელია, რომ მუხტი პროტესტის იყოს მკაფიოდ ორგანიზებული და მიმართული აი ამ ახალი საარჩევნო კოდექსის მისაღებად, ბოლოს და ბოლოს რა გახდა ამისთანა, რომ 10 წლეულები გადის და მიცვალებულებისაგან ვერ გავათავისუფლეთ ჩვენი საარჩევნო სიები, რომლებიც ნაცვლად იმისა, რომ გაიწმინდოს, პირიქით ემატება უფრო დიდი და დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ხალხის ჯვარებით. უკვე მშობლებს აღარ ყაბულდებიან, დებიებაბუები აღმოჩნდნენ უკვე უკანასკნელ არჩევნებში ასეთ სიებში. ამისგან ხო უნდა დავიზღვიოთ თავი. გასაკვირველია, ამას სჭირდება პოლიტიკური ნება, რომელიც ხელისუფლებას არ გააჩნია სამწუხაროდ და რა გადარჩა. მე მგონი, წამზომი უკვე გაჩერდა, რის შემდეგაც ახალი პოტენციალი ადამიანში ვერ იღვიძებს. თუ ვცდები, მხოლოდ მოხარული ვიქნები. თუ გაცემდება ხვალინდელებილა და უცებ ხელისუფლება ითქვის, რომ აი ეს არ უნდა გაგვეკეთებინა და მოდი ახლა ამას ვიწყებთ და ამას. კი, ვაკეთებთ. ოღონდ ესე კი არა. საზღვარგარეთ წასვლის წინ რომ დავიბარეთ წერეთელის ნამღერით, რომ იმას მაგაიგო ნაკრაფტვით. ამ პირიქით ჩვენი ამბავი იქ გამოსული ადამიანის მოხსენებაში კი არ უნდა მოვიკითხოთ. რა იქნა ეს დემოკრატიის წავღები, სად გადაიღვარა, სად ამოშრა? ეს არის დებატები, რაც ოპოზიციამ გამარჯვებად ჩათვალა. ხო არის სხვადასხვა არხებზე რა. აი ახლა იმების ტელეარხზე გახსოვთ ალბათ, რომ დებატები იწყება და მაინც მონახეს დრო, როცა უცნობი კავკასია გადის დღისით ეთერში, დაამთხვიეს მაგარი ესე იგი ნაციონალური აღმოჩენა, ნოუ-ჰაუ ეკუთვნით და რაც ხედავთ შავთი ამასაც, მე მგონა ამ პირველი არხი არ არის თურმე იმედია და საათზე მეტი მოვისმინეთ ვანო მერაბიშვილის ტრაბახი. სოდნი ამ კავშირნერი ლაპარაკი დაალაგებული. ამდენი წარმატება თუ ქონდა ქვეყანას რატო გვიმალავდა? მაგრამ აი როცა ასეთ სატელევიზიო სივრცეში არსებობს ქვეყანა, გასაკვირველია არჩევნები და მედია უნდა იყოს ის ორი მოთხოვნა და არა პარლამენტში შევარდნის სურვილი, რომლითაც ის 10,000-ობით ადამიანი უნდა ათენებდეს და აღამებდეს უკეთესი მომავლის სურვილს. საერთოდ ბალბამოც მაყურებელი შემოვიყვანოთ, აი ნაბაძი იყო საუბარი, ბევრმა უკან დაუბრუნეს საჭირო ის ნაბაძი.
დიახეთერშა გისმენ. Алло. დიახაბატონო. გამარჯობა ბატონო დავით, მოგესალმებით ღმას პატივი მუდმივი მაყურებელი. დიახ მე თქვენი უერთგულესი მაყურებელი ვარ და თქვენი ტელეკომპანიის უდიდესი მოყვარული. ისევე როგორც დიდი პატივისცემელი თქვენი სტუმრისა, მისი ნიჭისა, მისი გონიერებისა და მისი მართალკაცობისა. ბატონო სოსო კარგი იქნებოდა ეხლა ნოღაიძელის მანდანში დარიყო, მაგრამ ეკიც არ მეპარება რომ მას ესმის. მე ისეთი საბჭდილება შემექმნა რომ ნოღაიძელი როგორც ჩანს ფაქტურად სრულად უმეცხრებად თვლის ტელეკომპანია კავკასიის მაყურებლებს. სხვანაირად ვიცი შეიძლება აიხსნას ის ფაქტი რომ აცხადებს 7 ნოემბრის მერე თანამდებობა დავტოვეო. თანამდებობა მას რამდენადაც გამოჩნდა თავისი საკუთარი ნებით არ დაუტოვებია. ის კი გვიმტკიცებს რომ მაწონი შავია. კარგი ბატონო, დავიჯეროთ რომ მაწონი შავია. რატომ არ აყენებს თავის პასუხისმგებლობას? კრიტიკა კარგია, მაგრამ თვით კრიტიკაც უკეთესი იქნებოდა. გამოდის მეორე წუთს დაიძახეს 5 იანვარსო თლისთავია დღეს 5 იანვრისა და გისამძიმრებთ ღრმა მწუხარებით იმ მოპარულ არჩევნებს, რომელიც ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა მოგვარა. 5 იანვარს მე რომ არ დავხმარებოდიო, მიხეილ სააკაშვილო ის პრეზიდენტი ვერ გახდებოდა. აი, პირდაპირ გავოგნდი რა, ვიღაც თulis ჩვენ უბრბოთ, რომელსაც წიგნი არ დაგუკითხავს, და ვერაფერს ვერ ვიგებთ. 12 დეკემბერს გასული წლისა ტელეკომპანია კავკასიის ეთერში იყო ისნის მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი გოგუაძე, რომელმაც ნოუ-ჰაუს გამოაცხადა თავისი გეგმა, ეგრეთ წოდებული ქართული გეგმა ეკონომიკის აყვავებისა საქართველოს უნდა აყვავოს. როდესაც ბატონი გოგუაძე მოდიოდა ისნის მაჟორიტარ დეპუტატად, მის პროგრამაში იყო ასევე არა, მოკლედ ვიტყვი ძალიან. ასევე იყო ბატონო სოსო მის წინასაარჩევნო პროგრამაში ისნის რაიონის აყვავების გეგმა. ისნის რაიონი ჯერ არ აყვავებულა. რატომღაც ეწყობა ბატონ გოგუაძეს გონია რომ ისანი უკვე აყვავა და ეხლა საქართველოს აყვავებას აპირებს და როცა ამაზე კრიტიკის შემოვედი და ვკითხე, უნდობლობა გამოუცხადე იმ სისტემას, რითიც იგი აირჩია, ტელეკომპანია კავკასიის ეთერიდან მიპასუხა რომ ამ ქალბატონს სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებო, ყველაზე დიდი დახმარება გაუწიეო. და მე გაუგზავნე მესიჯი. თუ მეთქი გონია რომ კომპიუტერზე ან ფულზე ღირსება იყიდება ამ ქვეყნის სიყვარული, ძალიან შემწარხარიყო. რამოდენიმე საათის მერე გამომიგზავნა პასუხი, ვალი დამიბრუნეო. რა ვასმთხო, მე ვთხარ ტელეკომპანია კავკასიიდან განაცხადე რომ დამეხმარე. მოსყიდვა ცადე და ვერ მომისყიდე. ჩემი ხმარო ვერ მიიღე, ეხლა იმფულს მთხოვ უკან, ხო? ესენესები იყო ეთერში არ უნდა. ბატონო სოსო, ძალიან გთხოვთ, გვიპასუხოთ. აი ასეთი პარლამენტი, აი ასეთი ვითომდა ოპოზიციით როგორც ბატონი ნოღაიდელია. საქართველოს ეშველება? თუ უფრო მეტად უნდა გამოუფხიზოს საზოგადოება პოლიტიკურ რეალურ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რათა ეს პარლამენტიც მოვიცილოთ, ეს სრულ ოპოზიციაც მოვიცილოთ, დროულად რაც შეიძლება დავდოთ ნორმალური საარჩევნო კანონი და აყვავდეს საქართველოს. მადლობ ხანმოკლე მეგონი პასუხით გაეცით. დღეს კითხვაში პასუხი იგულისხმებოდა, გეთანხმებით ასე საქართველოს დარეშველება. ხო, არ ვიცი. არის ის მაინც იანვარი არის. აი სტუდენტობიდან მახსოვს ყველაზე დიდი ჩვენც იყო დეკემბრის ბოლო ჩათვლები იყო და ახალწლებზე გამოსვლების შედეგად. ხო, ის უფრო საშინელება იყო. ესეც ხო არ გვერიჩვე, გვეგონა რომ გადავაგორე ჩათვლები და გამოსვლები ქვევისო. ამის რა უცნაური ფონი არის, უცნაური დაპირებებია, უცნაური შეგონებებია. ძალიან ბევრი რამ უცნაურად მიდის. Any prognosi